დევნილთათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ნივთების მორიგის საცავი ამჯერად ბოლნისის რაიონში აღმოაჩინეს სოფელ ფოლადნაატკარში საიდუმლო საწყობილ ტოლუთა და განსახლების სამინისტრომ დღეს გახსნა. ტვირთი 2008 წლის ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირებზე უნდა გადანაწილებულიყო, თუმცა როგორც სამინისტროს შეაცხადებენ, გარკვეული მიზეზების გამო დევნილებზე ამ დრომდე არ გადაუციათ. უკვე დაიწყო ტვირთის დეტალური აღწერა და ხარჯთაღრითო აღწერის შედეგად პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ჩაიბარებს, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე კი ტოლუთა და განსახლების სამინისტროს გადასცემს, რის შემდეგაც ტვირთი ზუსტად 6 წლიანი ინტერვალის შემდეგ ადრესატს, ანუ იძულებით ადგილნაცვალ პირებს გადაეცემათ. გამოვედი ადგილზე, ვნახე ეს ინვენტარი და უბრალოდ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც მე აქ ვნახე. უამრავი ფაქტიურად დასაწყობებული ტვირთი, რომელიც არ მისულა დანიშნულების ადგილზე, გახდა რაღაცა ეჭვის საფუძველი და ამის შესახებ ვაცნობე ტოლუთა და განსახლების სამინისტროს წერილით. რიგით მე-6 საწყობია უკვე, რაც ჩვენს მიერ იქნა ფაქტობრივად აღმოჩენილი. და დარწმუნებული ვარ, ამ 6-ვე საწყობს შესაბამისი ორგანოები ერთიანად გასცემენ პასუხს. მე მინდა რომ ზუსტად განსაზღვროთ, რისთვის და რატომ მოხდა ის ვანდალური აქტი, რასაც ჩვენ ხედავთ დღეს.